ეხლა ვილაპარაკოთ გამძლეობაზე, მოკლედ ის, რომ სტრესი არ დამემართება შეუძლებელია. რაც შემიძლია რომ ავიცილო, შიდა კრიტიკოსი გავაჩუმე და არასაჭირო სტრესს არ მიქმნის, მაგრამ shit happens, რაღაცები ხდება, რომელიც აუცილებლად ამსტრესავს და მან შემოდის უკვე სტრეს მედეგობა, ეს resilience, გამძლეობა და აი შენობებს რო აქვს მიწისძვრის გამძლეობა. ესე იგი, მიწისძვრის გამძლეობა, შენობა თუ არის 9 ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი, ეს ნიშნავს, რომ 9 ბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, გვირჩევნია რომ არ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, ეს შენობა არ დაზიანდება, არ დაინგრევა, ხო? ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს 9 ბალიანი სტრესის გამძლე ნინო, 7 ბალიანი სტრესის გამძლე ნინო და 3 ბალიანი სტრესის გამძლე ნინო. ანუ ეს არის შენი უნარი, რომ მოხდეს იმ მასშტაბის სტრესი, რაღაცა მასშტაბის და შენ ისე გააგრძელო ფუნქციონირება, მუშაობა, ცხოვრება, როგორც მანამდე. ეს არ ნიშნავს, რომ სტრესმა არ დაგაზიანა. სტრესი ყოველთვის გვაზიანებს. უბრალოდ არ მეტყობა. ანუ დედობას ვაგრძელებ, ჟურნალისტობას ვაგრძელებ, პროფესიონალიზმს ვაგრძელებ, მეგობრობას ვაგრძელებ, რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთი ვერაფრით ვერ იქნება. გაცხადია და ეტყვი ამ შეხალს, რომ იცით რა ცოტა დასტრესილი ვარ ამ პერიოდში ბებია ავათარი და ამიტომ ესე იგი მთლად ისეთი ნინო ვერ ვიქნები, მაგრამ საკმარისად ადეკვატური ვიქნები. ანუ შესაფერისი ჩემი ვალდებულებების, მოვალეობების და ასე შემდეგ, ხო? და აი მანდ შემოდის გამძლეობა. ესე იგი 9 ბალიანი ნინო, ასე ვთქვათ, შეუძლია რომ ეთერში კომედიურ გადაცემა მიყავდეს, როდესაც რაღაცა პირად ტრაგედია დაემართა, ასე ვთქვათ რა. აი შეუძლია რა აქვს ეს უნარი, არავითარ კარგ ხასიათზე არ არის, ჩაერთო კამერა, გაიღიმა და გაჩაატარა ის თავისი. აი comedians ხო და კომედიებში და მსახიობები და ასე შემდეგ. რავი, როგორ უნდა იყოს ზუსტად იმ დღის, იმ საათზე კარგ ხასიათზე, როცა ის როლი გაქვს სათამაშო, ვერაფრით ვერ იქნება. ეგ არის ზუსტად გამძლეობა. ანუ გამძლეობა არის უნარი, ის ვაკეთო, რისი კეთებაც მჭირდება, მიუხედავად იმისა დასტრესელი ვარ თუ არა. ანუ აქამდე ჩვენ ვლაპარაკობთ როგორ არ დავისტრესო, და ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ დასტრესილმა როგორ შევინარჩუნო უნარი, რომ ლექცია ჩავატარო, ბავშვს მივხედო, სამსახურებრივი ურთიერთობები შევინარჩუნო, ოჯახში ურთიერთობები შევინარჩუნო და ასე შემდეგ. აქ უკვე შემოდის სხვა გრძელვადიანი წამლები, აი გრძელვადიანი კურნალობა, ასე ვთქვათ, არის შენი ვარჯიში, რომ გაძლიერდა, გაიძლიერო იმუნიტეტი, სტრესის მიმართ გამძლეობა, იგივე სტრესის მიმართ იმუნიტეტი, იმ დღისთვის ვემზადებით, როცა დიდი სტრესი უეცრად გეცემა, ხო? მანდაც პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ანუ მაგაზე კარგი მომზადების მეთოდი უეცარი სტრესებისთვის არ არსებობს, რომ წყალისვა, ძილის რიტმი გქონდეს ადეკვატური, ფიზიკური აქტივობა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა გქონდეს, სუფთა ჰაერი, რაღაცეები, მოკლედ რა დონეზეც არის შესაძლებელი, ხო? ჯანსაღი ცხოვრების წესი, თავის ჯანსაღი კვებით, ჯანსაღი დღის წესრიგით, ძილის რიტმით და ასე შემდეგ, ხო? ეგ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, აი ამ მდგრადობის resilience-ის, მეორე არის ურთიერთობები. მოკლედ ჩვენ ძალიან სოციალური არსებები ვართ და ვერაფრით ვერ იქნები შენ მაღალი იმუნიტეტის მქონე თუ ხარ ისეთ გარემოში, რომელიც გაზიანებს რა. ხო? ანუ შენ და გქონდეს ურთიერთობა ისეთ ხალხთან, რომელიც ფაქტიურად გაძლიერებს და გიძლიერებს იმუნიტეტს და არა გისუსტებს იმ იმუნიტეტს, ხო? ანუ სტრესს უნდა შეხვდე და სავსე ბატარეით, რომ გაუძლო, ასე ვთქვათ. და თუ ისეთი გარემოა, რომელიც ყოველდღიურად გცლის, აი drains, ხო? რავი, მე სტრესი მოვა და აი მე მქონია რეალობა, რომ ისეთ ცუდ რეალობაში ვიყავი, ასე ვთქვათ, სტრესი გამძლეობა იმდენ დაბალი მქონდა რაღაც ეტაპებზე ჩემი ცხოვრების, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა, ვიცოდი, რომ მე ვჭირდები იმ რაღაცას, ანუ სასარგებლო სტრესი ხდებოდა, ვეუბნებოდი, რომ არ მითხრათ, გეხოცებით არ მითხრათ, 1%-ზე მაგ ბატარეა და საერთოდ გამოვირთვები.
და საერთოდ ვერაფერს აღარ გავაკეთებ და ეგ არის საცოდაობა, იმიტომ რომ მართლა ჭირდებოდი შენი მხოლოდ და მართლა შეგეძლო რომ რაღაცა ჩარეულიყავი, თქვა ოჯახურ რაღაცაში და რაღაც შეგეცვალა და მაგისთვის გვჭირდება ასე ვთქვათ ეს გამძლეობა. მოკლედ გარემო ეს შენი სანაცნობო წრე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს self reflection, ასე ვთქვათ, გააზრება, გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, რომ როგორ სიტუაციაში როგორ გამოვედით სტრესიდან, როცა ვერ გამოვედით, რატო ვერ გამოვედით. ერთ სიტუაციაში გამოხვედი კარგად, რა განსხვავება იყო იმ მეორეში, რატო ვერ გამოხვედი და ადამიანი ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გამძლეობაც არის უნარი, მაგ reflection-ით, ასე ვთქვათ, სწავლობს და კიდევ ერთი არის ვარჯიში, მოკლედ თუ შენ ისეთი სტრესები გხვდება, რომ მაგ სტრესებს ვერ აცდები, იმიტომ რომ პროფესიაშია და ამ შემდეგ უნდა შეიქმნა ეს სტრესები და უნდა გაწყალდეს რა. ჩვენ ვიცით რომ მეხანძრეები თვითკონტროლს ინარჩუნება ყველაზე ტრაგიკულ ვითარებაში, როცა მსხვერპლია რა ვიცი, საშინელებები ხდება სამხედროები, მეხანძრეები, პოლიციელები იმის ხარჯზე, რომ სულ ხანძარია, მათი ვარჯიში მთელი 24 საათიდან სულ არიან ამ ხანძრის, როცა ნამდვილი ხანძარი არ არის, სასწავლო ხანძარია. როცა ნამდვილი განგაში არ არის, სასწავლო განგაშია და მერე ჩვენი ეს ავტომატიზმში გადავდის, რომ ვიცი რა, ჩვეულებრივი ამბავია, ესე იგი ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო, ფაქტურად აღარც ფიქრობ და ავტომატურად, ხო? და თუ შენ პროფესიას ეგ კონკრეტული სტრესები აქვს, ხო, მაგალითად მე რამდენიმე ბორდის წევრი ვიყავი და ერთ-ერთი სერიოზული პროფესიული სტრესორი ბორდის წევრია, რომ ვიღაცა რაღაცა სიტყვის და შენ მოგეჩვენება, რომ შენ დაგაკნინეს, თუ რაღაცა მოკლედ არ ჯეროვნად არ დაგაფასეს. მაგას თუ არ გაივარჯიშებ, სულ ის იქნები, სულ პრობლემაში იქნები, იმიტომ რომ მაშინ ნუ ხარ ბორდში რა, ანუ იმიტომ რომ ეგ ისეთი გარემოა, სადაც ეგ სულ ხდება და ეხლა შენ თუ ეგ გრძნობიარობა გაქვს, არ უნდა იყო მაგ ტიპის თანამდებობაზე და მაგ ტიპის გარემოზე. ანუ ვარჯიში, ესე იგი თქვით რომ ჯანსაღწევრების წესი, გარემოცვა ხალხი სწავლა აი ამ სტრეს გამძლეობის და ვარჯიში თვითონ იმ კონკრეტულ სტრესის ფაქტიურად ხელოვნურად ჩაგდება, აი როგორც თვითფრინავის შიშს არჩენენ თვითფრინავის იმას ქმნიან კაბინას, იქ შეყავ ხარ, გიქმნიან ამ შიშს და იმ დროს ხდება რაღაცეები ტრიტმენტი, რომელიც იმ დროს მოაგვარებს, იმიტომ რომ ფაქტიურად, რავი, ერთხელ გადავრჩი, ორჯერ გადავრჩი, სამჯერ გადავრჩი და რა ვიცი, ეთყობა ის არის, ასე ვთქვათ, ეთყობა, ანუ შეჩვევა აქვს ამ ჩვენ ორგანიზმს, აი როგორც იმუნიტეტი ჩვეულებრივად იქმნება სწორედ იმ ავადმყოფობით, რომელიც ამ იმუნიტეტს ქმნის და აი ვაქცინაც ხო ეგ არის, რომ შეყავთ ის დაავადება. ფაქტიურად იგივეს აკეთებენ, რასაც აი ამ თვითფრინავის შიში გაშინებენ სპეციალურად, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაო. ეგ არის ძირითადად.